მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, მშვიდობა და წყალობა არ მოგაკლოთ ღმერთმა. ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს საღვთისმეტყველო საკითხებზე, უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ცხონებისათვის. მით უფრო, როდესაც დღეს აი ამას ოფლის სულისკვეთების ძლავრ შემოტევას ხედავთ ჩვენ როგორც თეოლოგიურ საკითხებში, ასევე ყოფით ცხოვრებაში. ჩვენ რა თქმა უნდა მეტწილად საღვთისმეტყველო საკითხებზე ვამახვილებთ ყურადღებას, რათა მართლმადიდებელი ქრისტიანი კიდევ უფრო გამტკიცდეს რწმენაში, კიდევ უფრო მეტი მოთხოვოს საკუთარ თავს, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, დრო უფრო და უფრო რთულდება ამ კუთხით. ამიტომ ხედავთ ცხადად და აშკარად, რომ ლიბერალურ წრეებში კიდევ ერთი და არაერთი ყალბი თეორიის განვითარების მცდელობა შეინიშნება და ამჯერად ვისაუბრებ ჩვენ ეგრეთ წოდებულ უხილავი ეკლესიის თეორიაზე, რომელმაც თავი იჩინა პროტესტანტულ წრეებში და რომელმაც შემდგომში ჩვენთა სამწუხაროდ ეკუმენისტურად მოაზროვნე მართლმადიდებელ ქრისტიანებშიც იჩინა თავი. აი ამ თეორიის შესახებ ვისაუბრებ ჩვენ, რამდენად შეესაბამება ის, რამდენად უпростоრად მიუღებელია ის მართლმადიდებლური ცნობიერებისათვის. ეს თეორია 1967 წლიდან შეიძლება ითქვას იღებს სათავეს და ამ წელიწადს ეკუმენისტური ასამბლეის გენერალურ მდივანმა აი ესეთ კითხვაზე თუ როგორ ესმის მას ეკლესიის ერთიანობა უპასუხა, რომ იგი ეკლესია ერთიანია, როგორც უხილავი ეკლესია. და როდესაც კითხეს კვლავ მას, რომ ვინ ეკუთვნის აი ამ უხილავ ეკლესიას, მან უპასუხა ყველა ქრისტიანი, ანუ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში თავენ ყველა დომინაციას, სექტასა თუ დაჯგუფებას, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიამ კარგა ხნის წინ განკვეთა ქრისტეს ჭეშმარიტებისაგან მწვალებლური გადახვევებისარა გამო. და მაინც საინტერესოა, რას გულისხმობენ ეკუმენისტები უხილავი აი ამ მისტიური ეკლესიის შესახებ, ჩვენ და ჩვენი მხრივ შევეცდებით კიდევ ნათელი მოვფინოთ აი ამ თეორიას. ჩვენთვის ცნობილია, რომ თანამედროვე სამყარო, მით უფრო მისი ლიბერალური წარმომადგენლები სრულიად უგულობელყოფენ ეკლესიის მართლმადიდებლურ სწავლებას და თავად ქრისტე მათთვის არა მხსნელია კაცობრიობისა, როგორც ამას ჩვენ ვაღიარებთ, არამედ უფრო ეთიკის მასწავლებელი, თუ გნებავთ ზნეობის მასწავლებელი, მაგრამ არა გამომხსნელი სოფლისა, რომელმაც გოლგოთის მსხვერპლით გამოისყიდა კაცობრიობა. და აი ამ მათ სურთ ასეთი ქრისტე, რომელიც მხოლოდ ამ ცხოვრებაზე საუბრებს და არა მარადიულობაზე, და ის ქრისტე, რომელიც ამ ქვეყნიურ სიამოვნებებს გაახანგრძლივებს და არა ის, რომელიც მარადიულ ნეტარებას გვიბოძებს ჩვენ და მათ არ სჭირდებათ ეს მარადიულობის მეუფე. ისინი ამ ქვეყნიურ ამჟამინდელ მეფეზე ოცნობობენ და ეს ცხადზე უცხადესია, თუ გადავხედავთ იმ თეოლოგიურ მხარეს დასავლეთის მხრიდან, რომელიც სულ უფრო და უფრო გაურბის ჭეშმარიტებას, უფრთხის ჭეშმარიტებას, ვინაიდან მისი სულიერი დამოკიდებულება, სულიერი სამყარო აბსოლუტურად სხვა ნიადაგზეა გადასული, რომელსაც არაფერი საერთო აქვს ჭეშმარიტებასთან. სწორედ ამიტომაა მათთვის ეს სულერთი თუ რა მდგომარეობაში იქნება შემდეგ ჭეშმარიტება, ქრისტეს ეკლესია და აი ამ დაუმთავრებელი კომპრომისების შემდეგ, რომლებსაც ისინი უხვად ატარებენ ყველა სფეროში, როგორც ყოფით ცხოვრებაში, ისე სულიერ ცხოვრებაში და თუ ღვთისმეტყველებაში. ამის შემდეგ ისინი ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანებისაკენ, უხილავი მისტიკური ეკლესიის ბრწყალებში, რა თქმა უნდა, შექმნისაკენ უბიძგებენ კაცობრიობას, რომელიც ვიცით რომ დასრულდება იმით, რომ
შეიქმნება ერთი ცრუ რელიგია, რომლისაც თავი და მეფე იქნება ანტიქრისტე. გვახსენდება დიდი მწერლის დოსტოევსკის ნაშრომი დიდი ინკვიზიტორი, სადაც პირდაპირ არის კარგად წარმოჩენილი აი ეს სულისკვეთება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ისინი მზად არიან ქრისტე ცეცხლში ჩააგდონ ეს ინკვიზიტორები, რადგან იგი მათ გეგმებსა და ოცნებებს ანადგურებს, გეგმებს, რომლებსაც ისინი წყლობით აწყობდნენ და რომლებსაც ისინი აი ესეთი მონდომებით სულ უფრო და უფრო ცდილობენ ყალბი ცრუ მშვიდობის, ცრუ სიყვარულის, ცრუ მოწყალების სახით წარმოგვიჩინონ ჩვენ და ესეთ საუბრობს პირდაპირ ინკვიზიტორი დოსტოევსკისთან, რომ შენ მოხვედიო და გვასწავლი რელიგიას, რომელიც არა ადამიანურია და მძიმეაო ჩვენთვის. და ჩვენ კი მრავალი საუკუნეა ვშრომობთ, რათა ადამიანური რელიგია შევქმნათ. და ახლა, როდესაც გარკვეულ წარმატებას მივახციეთ და შენ მოხვედი, რომ ხელი შეუშალო ჩვენს მრავალ საუკუნოვან მცდელობას და არ მოგცემთ ამის ნებას და ხვალვე გავცემ ბრძანებას, რომ დაგწვან როგორც მწვალებელიო. აი ესეთია მოკლე შინაარსი და რომელშიც შესანიშნავად არის გადმოტანილი ის დასავლური სული, რომელიც ტრიალებს და უფრო ძლიერდება დღეს მთელ მსოფლიოში და სამწუხაროდ ჩვენთვის ის არის, რომ სულ და უფრო ზოგიერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი თუ ერისკაციც კი უთანაგრძნობს ასეთ სულისკვეთებას, რაც არის ესოდენ დამღუპველი ჩვენი ეკლესიისათვის. ეკუმენისტების აზრით თანამედროვე სამყარო არის ევოლუციის სამყარო და აქედან გამომდინარე ის სულიერი ცხოვრების ის მარადიული კონცეფციები მათი აზრით ახლებურად უნდა იყოს ჩამოყალიბებული და თავად ქრისტე და მისი სწავლება ახლებურად უნდა იქნას განმარტებული. და ამიტომ ფიქრობენ, რომ როგორც ახალი მეცნიერებები იქმნება, რომლებიც სულ ახალ თეზისებს გვთავაზობენ ჩვენ და მუდმივად ცვალებადია ის თავისი შეხედულებებითა და არგუმენტებით, ასეთივე მათი აზრით ცვალებადი და ევოლუციური უნდა იყოს ქრისტიანობა, ის უხილავი ეკლესია, რომელიც გაერთიანებს ამ ყველა რელიგიას. ევოლუციის ამ პროცესში ქრისტეს სხეული, რასაც ქვია, იძენს აბსოლუტურად სხვა სფეროს და ფორმას და სამყაროში ეს არ არის ის მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ უნივერსალურ ქრისტიანობაზე, ანუ ზექრისტიანობაზეა საუბარი და სწორედ ასეთი ევოლუციონირებადი ქრისტე გამოაცხადებს შემდეგ, რომ ყველა რელიგიის ერთობას, გაერთიანებას და მათი აზრით ეგრეთ წოდებული ეკლესია ერთ უხილავ ეკლესიაში შეიკრიბება. და თანამედროვე ღვთისმეტყველები განსაკუთრებულად შესანიშნავად წერს ამის შესახებ არქიმანდრიტი სერაფიმე ალექსიევი ბულგარელი ღვთისმეტყველი. ის ბრძანებს, რომ უხილავი ეკლესია ის ნამდვილი პროტესტანტული ტერმინია და იგი სრულიად ეწინააღმდეგება სწავლებას ეკლესიის როგორც ცისა და ქვეყნის ერთიანი ეკლესიის შესახებ სწავლებას, რომლის თავიც არის თვით ქრისტე, როგორც ბრძანებს ამას პავლე მოციქული და რომლის წევრებიც არიან მხოლოდ მართლმორწმუნე ქრისტიანები. და დიდი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი ფილარეტი თავის ვრცელ ქრისტიანულ კატეხიზმში ესეთ რამეს ბრძანებს, რომ ეკლესია არის საყოველთაო, ანუ კათოლიკე, ანუ მსოფლიო, რამე თუ იგი არ არის შემოსაზღვრული არც ადგილით, არც დროით, არც ეროვნებით, არამედ თავის თავში შეიცავს ყველა ადგილის, დროისა და ეროვნების ჭეშმარიტ მორწმუნეებს.
აი ესეთი სწორი კვალიფიკაცია გააჩნია ეკლესიას, მას არ სჭირდება ზედმეტი თეორიები, რომელსაც თხზავენ დღეს და პავლე მოციქული, რომელმაც პირველმა უწოდა ეკლესიას ხორცი ქრისტესი და ასევე უწოდა მას ქრისტეს უწოდა თავი ეკლესიისა და რომელმაც შვენივრად ესმოდა აი ამ თვითონ ეკლესიის უხილავი მისტიური არსის შესახებ და ამავე დროს არსად უწოდებს მას უხილავ ეკლესიას, არამედ ყველგან ლაპარაკობს ეკლესიაზე, როგორც ხილულ სიდიადეზე, კრებულზე, რომელშიც ცხონდებიან ქრისტეს მორწმუნენი, როგორც მართალნი, ისე ცოდვილი, სადაც არსებობს ხილული იერარქია, ცოდვილი, მონანული ცოდვილი, რა თქმა უნდა, ძმაუნდადანო, რომლებსაც აქვს ცხონების საშუალება მხოლოდ დედა ეკლესიის წიაღში, სადაც არსებობს კანონზომიერებები, დოგმები, კანონები, რომლის დაცვა ევალება ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს. და ის ხილული მაცხოვნებელი საიდუმლოებები, რომელიც დედა ეკლესიის წიაღში არსებობს. სწორედ აი ასეთ ხილული სახით გვმოძღვრავს ჩვენ ეკლესია, გვაძლევს თავის თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვაძლევს იმ ულევ წყაროს მადლისა, რომელიც ზრდის ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს, რომლის კარი სწორედ რომ ნათლისღებისა და მირონცხების შედეგად ეხსნება და ეძლევა ძალები მორწმუნე ადამიანებს. და რომელთა მეშვეობითაც ღვთის უხილავი მადლის მიღების ხირსნი ხვდებით და აი ამ უხილავ ღმერთთან ერთობასა და თანაზიარებისთვის მოგვიწოდებს ჩვენ. პავლე მოციქული ასეთნაირად ბრძანებს, რომ თქვენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანი და რომელიმე დაადგინა ღმერთთან ეკლესიათა პირველად მოციქულნი, მეორე წინასწარმეტყველნი და მესამედ მოძღვარნიო. ანუ პავლე მოციქული შესანიშნავად ბრძანებს ეკლესიის არსის შესახებ, რომ თქვენ ხართო ხორცნი ქრისტესნი, ანუ ყველა ჩვენთაგანი სასულიერო პირებით მაღალი იერარქებით დაწყებული, ვიდრე რიგითი მართლმადიდებელი მორწმუნის სახით ყველანი ერთობით წარმოვადგენთ დედა ეკლესიას. და მას აი ამ როგორც ქრისტეს სხეულში ყველას აქვს თავისი ფუნქცია მინიჭებული და ის არის რომელიც ზრდის და ასაზრდოებს მართლმორწმუნე ქრისტიანებს. და ეკუმენისტები კი აი ამ უხილავ რაღაც უნივერსალურ ეკლესიაზე საუბრობენ, მაგრამ ეკლესიის ცნება ხილულობის დიდ წილსაც შეიცავს, როგორც მოგახსენეთ, ამიტომ გამოთქმა, რომ უხილავი ეკლესია აბსოლუტურად და შინაგანად წინააღმდეგობაში მოდის თავის თავთან და შეუძლებელია ძმაუნდადანო არსებობდეს რაიმე უხილავი ეკლესია, უხილავში მხოლოდ უხილავად შეიძლება მონაწილეობა, ხოლო ეკლესიაში მონაწილეობისათვის აუცილებელია ხორციელი არსებობა. ასე ბრძანებენ ღვთისმეტყველები, ესეთია ჩვენი სწავლება და ჩვენ ვიმყოფებით ხილულ ეკლესიაში, რა თქმა უნდა, მას აქვს უხილავის სამყაროც, რომელსაც წარმოადგენენ უბალთან ერთად ანგელოზები, მთავარანგელოზ და დიდი დასი და წმინდანები ყოველნი, წინასწარმეტყველნი და ამხსარებელნი თუ მოწამენი თუ ღვთეუთავარნი თუ ღირსნი მამანი თუ დედანი და ხილავ ეკლესიასთან ერთად არსებობს ის ხილული ორგანიზმი ქრისტესი, რომლის წარმომადგენლებიც ვართ ჩვენ, ამავე დროს როგორც ხილული ორგანიზაციის ეკლესიის იურიდიული წევრებიც. და აი ამ მოდერნისტ ეკუმენისტებისათვის ეს ეკლესიის ერთიანობის იდეა მეტისმეტად მიუღებელია და მათთვის მიუღებელია ის აზრით, რომ ქრისტეს მისტიურ ამ სხეულს ეკლესიას მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები წარმოადგენენ, რომ მათთვის მიუღებელია, რომ ხილული განყოფის მიღმა ეგრეთ წოდებულ ეკლესიაში არ არსებობს უხილავი ერთიანობა,
რომელსაც ისინი ცდილობენ შეთხზან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, აბსოლუტურად არა დოგმატურად და არაკანონიკურად. ამიტომაც დოგმატების საწინააღმდეგოდ ეკლესიის აი ამ უხილავ ერთიანობას ბრწყალებში ხშირად მიათვლიან ხოლმე აი ამ უცხო აღმსარებლობებს, მიუხედავად მათი დოგმატური თომილებებისა, რომლებიც მათ ქრისტეს ეკლესიასთან ერთიანობისაგან განაყოფს და განაშორებს და თვით აი ამ სახელწოდებით, რასაც ქვია უხილავი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია სხვა კონფესიების თანაბარ ეკლესია ცხადდება, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როგორც შეიძლება საერთო კონდეს ფალს ეშმაკთან და რა საერთო აქვს საერთოდ ნათელს ბნელთან და აი ამგვარი თეორიების განვითარების საბოლოო მიზანი ძმანოდა და გახლავთ ის, რომ ეკლესიის ცნება, რომელიც ერთადერთია და მათი აზრით უნდა იქცეს ჩვეულებრივ რიგით ცნებად, ანუ აბსტრაქციად, რომელიც აი ამ უხილავ ეკლესიაში ჭყალებში აერთიანებს სხვადასხვა სახის კონფესიებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სრულიად უნდა გაუქმდეს ის დოგმატური წარმოდგენა ეკლესიის, როგორც მსოფლიოში ერთადერთი მოვლენის შესახებ, რამე თუ კი არსებობს სახე სხვაობები, მაშასადამე ეკლესია როგორც ასეთი საერთოდ არ არსებობს. აი ესეთია მათი ხედვები, ასეთია მათი შეხედულება აი ამ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ჩვენ თუ გინდ სისხლის ფასად დაგვიждდეს, ჩვენ ყველანაირად უნდა შევეწინააღმდეგოთ და დავიცვათ ჩვენი უდიდესი ფასეული